გამარჯობა. დათო GKS ჩემს წარდგენა არ ჭირდება Bedford Falls-დან. რამდენიმე კითხვა მაქვს დათო შენთან. პირველ რიგში მუსიკას ალბომებად უსმენ თუ ტრეკებად? უფრო მეტად ტრეკებად, მაგრამ ალბომად მოსმენაც მიყვარს ხოლმე. იმიტომ რომ როცა გავუშვა და აი through experience რომ მიიღებ რა. მაინტერესებს შენი საყვარელი ალბომი რა არის და ზოგადად რეკორდებს თუ აგროვებ რა იყიდე პირველი? რეკორდებში ძალიან ცუდი ვარ. CD მიყიდია. მახსოვს რომ ვიყიდე System of a Down-ის Hypnotize და Mesmerize ვიყიდე ორივე. 10 ლარი ღირდა პეკინზე ორივე ერთად, მაშინ კარგი დრო იყო. საყვარელი ალბომი რა არის? ჩემი საყვარელი ალბომი ალბათ არის Clash-ის London Calling-ი. და მაგმაისური წავსულიყავი. აუ, აი ეგ იყო რომ აი პირველ თავიდან ბოლომდე რომ მოусვინე, მეთქი ასეთი მრავალფეროვანი და ესეთი მდიდარი მუსიკა არ მომისმენია. ძალიან inspiring იყო. ეხაც არის. გაქვს საყვარელი სიმღერა მაგ ალბომიდან? მაგ ალბომში ალბათ Rudy Can't Fail. Jimmy Jazz არის. Jimmy, police came looking for. აუ, ძალიან კარგი არის. მართლა და Joe Strummer-ის ხმა და ზოგადად პიროვნება ლეგენდა. პირველი რაც გაახსენდება საუკეთესო ალბომი მუსიკის ისტორიაში. მოიცა პირველი London Calling-ი რაზე გიპასუხე აბა? ჩემი საყვარელი? ხო. მაგრამ არის საუკეთესო. ხო? შენ რა სიტყოდი მაგაზე პასუხი? Low David Bowie. ოუ, ძალიან კაი ვარიანტი, ძალიან კაი ვარიანტი. მანდ არის ვარშავა, ხო? აუ. ანუ A-side და B-side ძალიან სხვადასხვა experience-ია. აბსოლუტურად სხვადასხვა არის, ხო? ორივე რევოლუციური იყო. აუ, ჯანდაბა. იმენა მიტყდება პასუხის თქმა, ვერ ვიგონებ. იმენა პასუხისგებლობას გზნობ. Low შენი ამოჭერი და David Bowie-ის Low არის საუკეთესო ალბომი ამ ქვეყნად. ვაუ, ერთზე მამა. უნდა დავ ერთი თუ. კაი, შეიძლება ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი, ვერ ვიტყვი რომელი ყველა საუკეთესო, ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი მაისურზე არის. Abbey Road, კი. კი, რავია. მაგრამ დიდხანს ვიფიქრეთ. მაგრამ დიდხანს ვიფიქრებ ამაზე, ხო, ანუ ასუხი არ მაქვს. Underrated house artist-ი ან ალბომი. Kinks-ი არის ძალიან underrated ბენდი 60-იანებიდან და მე მგონი Arthur ქვია ალბომს რა, კონცეპტ ალბომი რომელიც არის, ძალიან კაი ალბომია. ვიცი რომ დათოს ინტერვიუა, მაგრამ Kinks-ის Chronicles არის კომპილაციური ალბომი. თუ არ გიყვარს და არც საიდან დაიწყო Kinks-ი, ყველაფერს შეგაყვარებს და ყველაფერს გააგებ. Sony Ericsson-ზე მქონდა ეგ ალბომი ჩაწერილი, კი. ბოდიში, კიდე ერთი საუკეთესო ალბომი Bob Dylan-ის Blonde on Blonde. ძალიან კარგი. იქამდე რატო არ მომაფიქრდა ეს? საბოლოო კითხვა, overrated artist-ი არ მუსიკას. მე მაქვს ეგეთი ორი ბენდი არის, რომელიც საქართველოში არის, აი ძალიან უყვარს. ერთი არის Deep Purple, რომელსაც განსაკუთრებული სიმღერები აქვს და მეორე არის Uriah Heep. რამდენიც მამებისგან გამიგერო Uriah Heep რა მაგარია და ორი სიმღერის მეც თუ მაჩვენებთ, დაგიჯერებთ. შენ ვისიტყოდი? Overrated artist-ი. ხედავ, ანუ თვითონ რომ უბრუნე შეკითხოს, თვითონ არ იცის შენ. Charlie XCX. What? No. არასწორი პასუხი არის. Brett არის ძალიან მაგარი ალბომი. ცალკე მინდოდა ეს ვიდეო ჩავეწერე, მაგრამ Brett არის ალბომი, რომელიც უბრალოდ ვერ გავიგე და ვერასდროს ვერ მივხვდები ალბათ რატო არის ფენომენი. ის არასწორია, მე სწორი ვარ. თქვენ იცით რომ Charlie XCX-ი ფენომენი არის. მე შეიძლება და რაღაც ეგეთი მეთქვა, რომელიც შენ გევასება და მე არ მეთქვა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ძალიან დიდი. აუზები ამოჭერთ.